Добрый вечер всем. Добрый. Я из Грузии, Тбилиси. Из Грузии? Да. Лах. А сегодня я хочу вам спеть и посвятить просто эту песню всем и всей Украине. ჩამოვიდი კიევიდან, სადაც დამთავრდა მორიგი სეზონი, მეოთხე სეზონი უკრაინის ნიჭიერის, სადაც მე გავედი ნახევარფინალში და ძალიან წარმატებული შოუ იყო. ეს საერთოდ თვითონ შოუც წარმატებული იყო და ჩემთვისაც ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ ბევრი ახალი რამ ვისწავლე და სხვადასხვა ვოკალურადაც, იმიტომ რომ ძალიან კარგი ვოკალის პედაგოგები ყავთ რეალურად იქ. და ამის გარდა სცენასთან მუშაობა, ორი კვირის მანძილზე ვემზადებოდით უშუალოდ სცენაზე ერთი და იგივე ნომრის გაკეთებას. აი, ბევრმა იცის ალბათ ის მომენტი, როდესაც ხვდები მანქანაზე. შუა ნომერში არის ეს. აი ეს მომენტი, რომ ავხტარიყავი მანქანის კაპოტზე, პრაქტიკულად ამას სწავლობდი დაახლოებით 9 საათი, სუხტომიალობის ზევით რეპეტიციაზე, იმიტომ რომ არ გამომდიოდა თავიდან. და ანუ სამაგიეროდ, როდესაც გამოვიდი ვიმღერე და მოვისმინე ანუ მაყურებლის ემოცია და როდესაც მოვისმინე ეს მომენტი ვიგრძენი რომ ის რაც გავაკეთე აბსოლუტურად ხარისხიანი არის და ხალხს მოეწონა. ასე იგი ტყუილად არ მიმუშავია და ბევრი შეიძლება მიცნობს იქიდან რომ ვიყავი ნუცასკოლის მონაწილე და ჯეოსტარის მონაწილე. დღესდღეობით როდესაც უკვე წლები გავიდა და მეც ცოტათი გავიზარდე და ყოველდღურად ვსწავლობ, უკვე დავკავდი ორი საქმით. გარდა იმისა რომ მღერი, ასევე მაქვს ჩემი ბიზნესი და არანაკლებ სასარგებლო საქმეს ვაკეთებ ჩვენი ხალხისთვის თბილისში. სხვა შორის ძალიან მიყვარს ამის კეთება და აბსოლუტურად ცალკე სფერო არის, ეს არ ეხება მუსიკას, ეს არის ავტოტიუნინგი. რაც კონკრეტულად ვაკეთებ საწვავის ეკონომიით და სხვა შორის ძალიან განსხვავებული ტექნოლოგიით ეს ტექნოლოგია გამოჩნია მხოლოდ მე და არაფერი დამატებითი მანქანაში არ ღენდება. მაგრამ ეფექტი არის ისეთი, რომ მანქანა მიდის ჩემგან უფრო ეკონომიური, ფლობელი არის უფრო ბედნიერი და მანქანაც შეცვლილია დინამიკა ემატება ეგრევე. აი, რა მიყვარს ამ საქმეში, ის არის, რომ უბრალოდ ხალხი მიდის ძალიან კმაყოფილი. არ არის ძალიან დიდი კომპანია. ყველაზე მთავარ სამუშაოს ჩემ კომპანიაში ჯერჯერობით ვაკეთებ მე და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვიგები აბსოლუტურად ნებისმიერ მანქანას. ნიშნულობა არ აქვს, რომელი ადამიანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ყოველთვის ჩემი პოზიციიდან უყურებ ამ საქმეს. როდესაც მივდივარ სადმე, რომელიმე მაღაზიაში რომ ვიყიდო რაღაცა, მე მინდა რომ მომაქციო მაქსიმალური ყურადღება და ის მომანიჭონ, რაც მე მჭირდება. ამიტომ ყოველთვის ვუთმობ, ამით განსხვავდები ზუსტად, რომ ვუთმობ მაქსიმალურ ყურადღებას, არა მარტო მოდიფიკაციამდე სანამ გავუკეთებ მანქანას და ჩემი მიზანი მარტო გაყიდვა არ არის. თავარის ის არის, რომ გაყიდვის შემდეგ, როდესაც უკვე აი ეს გაკეთებულია ყველაფერი, ადამიანმა იგზნოს თავისთავად მაქსიმალურად კომფორტულად და ყოველთვის სხვა ხასი ამ ხალხთან რომ დავწუნდე ბოლომდე, რომ ის მიიღო ამ ადამიანმა, რასაც ელოდა, ან დავუფრო კიდევ მეტ. ქალაქში მცნობენ კიდევ როდესაც დავდივარ, ფლაიერებსაც ვარიგებ და ერთხელ ერთ პიროვნები მოვიდა, შენ ის ხარო, ხო? ისა უკრაინაშიო, ჯეოსტარში რო ღებულობდი მონაწილეობას და მე ვარ მეთქი და ძალიან გაუკვირდა რომ ჯერესეთი ძალიან ბევრი არ ელოდება იმას რომ მე მივალ და თქვა დავდებ რაღაც ფლაიერს და მეორე როდესაც ხედავენ რომ ეს მოვიდა და დადო ფლაიერი უკვე რაღაცნაირი სტიმული აქვს ამათაც და ასე რომ ძალიან ხშირად შეიძლება ნახოთ ქუჩაში რომ ვდებ ფლაიერს. სიმღერა ეს არის ის რაც მე პრაქტიკულად ამით ვარ დაკავებული თელ ჩემ ცხოვრება, მაგრამ პროფესიონალურად დავიწყე 2008 წელს. მაშინ როდესაც ჩამოვედი საზღვარგარეთიდან და მივხვდი უბრალოდ ერთ რაღაცას, რომ მე უნდა აუცილებლად ვიმღერო, ამისთვის ვარ დაბადებული. თუმცა მანამდე ბავშვობაში, ჩემი ბავშვობა აი ამ ოთახში ვდგებოდი და მღეროდი, კედელს ვმღეროდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ იქ არის ათასობით ადამიანი, ყოველთვის ასე წარმოვიდგენდი. მიუხედავად ამისა, ყოველთვის არ მყოფინა ცოდნა, იმიტომ რომ არასოდეს არ მისწავლია რაღაც მუსიკალური სკოლა არ მაქვს დამთავრებული. არ მქონდა უყურეთ. ეხლა უკვე დამთავრე კონსერვატორია. ინტენსიურად რეპეტიციები და ვემზადები რაღაც ახალი შემდგომი ეტაპებისთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უცხოეთიდან არის შემოთავაზები არ ხდება ამისთვის. მეც უნდა ვიყო მზად. და ერთდროულად ვაკეთებ ავტომობილებს და გაცილებით უფრო მაგარს ვთქვი და ამას აბსოლუტურად თამამად ვიტყვი, რომ
ჩემი ტუნინგის მერე მანქანა ხდება რაკეტი. პლუს ძალიან ეკონომიური და ორი ერთად როგორ ხდება, ბევრი ვერ იჯერებს მას, მაგრამ ხდება და როგორც ჩანს აი მრავალფეროვანი ადამიანები გამოდიოდნენ, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე წლის მანძილზე ვეხმარები კომპანია Calypso და Eastern Promotions Black Sea Jazz ფესტივალის ჩატარებაში ბათუმში. კონკრეტულად მევალება ანუ მუსიკოსებთან ურთიერთობა მათი ჩამოსვლიდან მათ დაშვებამდე საქართველოს ტერიტორიიდან ვარ მათი ასისტენტი, კოორდინატორი და ვეხმარები აბსოლუტურად ნებისმიერ იმ წვიმანებში, რაც სჭირდებათ რეალურად, სანამ აღიყოფებიან. ეს ყველაფერი გაძლევს კიდევ იმას, რომ სცენას უყურებს სხვა მხრიდანაც. და აფასებ იმას, რასაც აკეთებს სხვა ხალხი, იმისათვის, რომ შენი შოუ გამოვიდეს ხარისხიანი. ასე რომ ამ საქმეში მივიღებ მონაწილეობას უკვე წლების მანძილზე და რა თქმა უნდა დავაგზავნებ, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანი არის და საინტერესო არის. მათთან ურთიერთობა გაძლევს დამატებით ცოდნას იმაზე, როგორ უნდა მოიქცე, რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ მომავალში შენ თვითონაც იყო წარმატებული. ძირითადად რეპეტიციო გამონთახში ეს არის ჩემი დიდი საკონცერტო დარბაზიც, ჩემი დიდი პუბლიკაც, ჩემი ყველაფერი აბსოლუტურად. აი ეს კედელი არის პრაქტიკულად სადაც რასაც მე ვუყურებ, მთელი ჩემი ცხოვრება არის და წარმოვიდგენ, რომ აი აქ არის უზარმაზარი რაოდენობით ხალხი. თუმცა რა თქმა უნდა, არის ყველგან ციგერები ჭირდება. ეს მაგარია. Yeah. Sure I understand this road I've been given. I sit and talk to God and He just laughs at my